საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ ფოკუს, მე სალომე უგულავა ვარ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თალიბანის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეოების საქმე გახსნილად გამოაცხადა. როგორც დავადაცხადებენ, საქმე ერთი თვის წინ გახსნეს, თუმცა მათივე თქმით ამას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმაურებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არ იცოდა. გამოძიების ოფიციალურმა ვერსიამ არაერთი კითხვა დაბადა როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებში. უფრო ვრცლად გამოძიების ვერსიაზე და შეფასებებზე ტაბულა ჟურნალისტი ირაკლი კიკნაველიძე გვესაუბრება. ჩვენ ქუთაისიდან ასევე ჩაგვერთვება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. სტუდიაში კი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეკონომისტებთან, დემურ გიორხელიძესთან და პაატა შეშელიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ირაკლი, მოგესალმები. გამარჯობა სალომე. ირაკლი, თუ შეგიძლია გვიანბე რა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოების საქმეზე? შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ჯიჰადის ვიდეოს საქმეში მხოლოდ ერთი პიროვნება. აფხაზეთში მცხოვრები ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი ფიგურირებს. სამინისტროს ინფორმაციით, ჩოკუტაევმა ქართული GSM ოპერატორების ინტერნეტ მოდემის გამოყენებით მალაიზიაში წინასწარ გამზადებული სერვერიდან დახშული ხაზით შეაღწია თბილისში, ორი კერძო კომპანიის ინტერნეტ სერვერებში. გამოძიების ვერსიით ჩოკუტაევი სწორედ ამ გზით ცდილობდა კვალი აებნია გამოძიებისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოში ტაბულას განუცხადეს, რომ 25 სექტემბერს ჩოკუტაევს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე შეუფარდეს, თუმცა დამატებით დეტალების გაცხადებისგან სასამართლოში იკავებენ თავს, რადგან ძიება საიდუმლო ძიების წარმოების ხაზით მიმდინარეობს. ირაკლი, რა ვიცით სამარ ჩოკუტაევის შესახებ ამ ეტაპზე? შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამარ ჩოკუტაევი 24 წლის სამარ ჩოკუტაევი სოხუმში ცხოვრობს. ის ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში ქსელის ინჟინრად მუშაობს. ინტერნეტში მოძებული ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ ჩოკუტაევი მაღალი დონის IT სპეციალისტია. ამ თემასთან დაკავშირებით ტაბულა დაუკავშირდა აფხაზეთში მცხოვრებ ჟურნალისტს ახრას მირბას, რომელიც ჩოკუტაევს პირადად იცნობს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ტაბულას ეთერში სმირბას მოусმინოთ. ის არტოვებდა არათუ ჯიჰადისტის შთაბეჭდილებას, საერთოდ რაიმე სახის მორწმუნესაც არ გავდა. მას რუსი მეუღლე ჰყავდა, ჩუმი ბიჭი იყო, დედიკოს ბიჭს გავდა. თუ ეს მისი გაკეთებულია, აწი აღარაფერი გამიკვირდება ცხოვრებაში. როგორც მისი კოლეგები ამბობენ, ის საკმაოდ კვალიფიციური იყო, მაგრამ მისი პროფილი ქსელური ტექნოლოგიებია. ის რაზეც თქვენი შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობს, სერვერული ტექნოლოგიების ძალიან კარგად ცოდნას მოითხოვს. ამაში კი ის ძლიერი არ იყო. ჰაკერობისთვის მას საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. ჩოკუტაევი წარმოშობით ბიშკეკიდანაა, მას ყირგიზეთის ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ის სოხუმში 2012 წლის დასაწყისიდან ცხოვრობს. ირაკლი, გამოძიების ვერსია საკმაოდ ფრაგმენტულ სურათს გვაძლევს და რთული სქემაა დახატული. რა განმარტებებს აკეთებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები, რამდენად იყო ეს ყველაფერი შესაძლებელი? სპეციალისტების განცხადებით გაურკვეველია თუ რაში დასჭირდა ამ პიროვნებას ასეთი რთული სქემის გამოყენება, როდესაც მას მარტივად თავისუფალი Wi-Fi ზონის გამოყენებით შეეძლო ეს ვიდეო ინტერნეტში აეტვირთა. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია IT სპეციალისტს მოусმინოთ. პიროვნების ყველა მონაცემი პრინციპში მისი კვალიფიკაციის დასადგენად ინტერნეტში ადვილად ხელმისაწვდომია და იქიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი სპეციალიზაცია საკმაოდ ვიწრო არის და არ ცდება უბრალოდ მობილურ ოპერატორებში შიდა ქსელის აწყობის კვალიფიცირება. ჩვენთვის გაუგებარია, რა საჭირო არის მალაიზიაში განთავსებული სერვერი მსგავსი მოქმედებების ჩასატარებლად და რა საჭიროა ერთდროულად რამოდენიმე ოპერატორის USB მოდემის გამოყენება, ან თუნდაც როგორ მოხდა იმის დადგენა, რომ ეს იყო ამ ოპერატორების USB მოდემები და არა რაღაც სხვა ტექნიკური საშუალება. ტექნიკურად აქ ნახსენები არის ეგრეთ წოდებული დაშიფრული არხი, ამისთვის საჭირო არის მაღალი დონის აპარატურა ორივე მხარეს, ქსელური, რაც სადაც რომელზეც შეღწევა საკმაოდ რთული იქნება, რადგან ასეთ აპარატურას ყოველთვის ექსპლუატაციას უწევენ მაღალი დონის სპეციალისტები და ყოველთვის ხდება
და ასეთი აპარატურა არის საკმაოდ დაცული, ასევე ეს არ იქნებოდა საკმარისი, რადგან საჭირო არის უშუალოდ რომელიღაცა ოფისის კომპიუტერებთან წვდომა და მათი გამოყენება, რაც ასევე კიდევ უფრო ძლიერად ამცირებს რისკს და ფაქტიურად ნოლზე დაყავს უკვე ეს შანსი. საერთოდ გაუგებარია რა საჭიროა ამ ყველაფრისთვის USB მოდემები, მალაიზიაში სერვერი, მით უმეტეს თუ ჩვენთან რიგ მობილურ ოპერატორებთან ასეთი მოწყობილობის ასაღებად საჭიროა პირადობის მოწყობა, შესაბამისად ან ვიღაც მოკავშირე უნდა ყავდეს, ან რაღაც ძალების მიერ უნდა მოხდარიყო ამ მოწყობილობების შეძენა და ეს ყველაფერი ძალიან უაზრო ხდება, თუ არსებობს პიროვნება, რომელიც საქართველოში ეხმარება ბრალდებულს, მაშინ ძალიან მარტივად ამ პიროვნებას შეეძლო რომელიმე საჯარო Wi-Fi ქსელი გამოეყენებია. ირაკლი, პოლიტიკურ სპექტრში რა შეფასებები მოყვა გამოძიებას და რა კითხვები დასვეს პოლიტიკოსებმა? სალომე, ნაციონალურ მოძრაობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას ბუნდოვანს უწოდებენ. სამინისტრო მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას კრიტიკის შემდეგ განაცხადა, რომ საქმე უკვე ერთი თვეა რაც გაიხსნა. სოციალურ ქსელებში კი ნინო გიორგოპიანმა განაცხადა, რომ ინფორმაციას სამინისტრო მხოლოდ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ავრცელებდა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ საქმის გახსნას კი ისტორიულს უწოდებენ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკოსების კომენტარებს მოვუსმინოთ. მას გამოუცხადებს უმცირესობა ყველაფერს თუ რამე სიკეთე გაკეთდება და ვფიქრობ რომ ცოტა მწყრალად არის ასევე რაღაც ღირსებასთან ზოგიერთი განცხადება რომელიც კეთდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა და საკმაოდ მოკლე ვადაში ჩემის აზრით გახსნა აღნიშნული საკითხი. არანაირი პოლიტიკური საფუძველი ამას არ შეიძლება რომ კონდეს მოვიდა. ეს სკეპტიკოსები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციაში ყოფებიან, ძალიან საუბრობდნენ იმაზე, თითქოს ეს საქმე არ იხსნება და არ მიმდინარეობს გამოძიება, ამით მინდა ყველას უთხრა, რომ საქართველოში ყველა დანაშაული იქნება აღკვეთილი. ორშაბათს თავდაცვის მინისტრი აკრიტიკებს შინაგან საქმეთა მინისტრს იმის გამო, რომ საქმე არის გამოუძიებელი. ზუსტად მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქმე გამოძიებულია და ორ დღეში გამოაცხადებს შედეგებს. ეს ორი დღე, როგორც ჩანს, გამოყენებული იქნა იმისათვის, რომ ერთ-ერთი რაღაც სამუშაო ვერსია, როგორც გახსნილი საქმე ესე გამოეცხადებინათ. არა და ეს ყველაფერი ბევრად მეტ შეკითხვას აჩენს, ვიდრე გვაძლევს პასუხს. ჯერ-ერთი თუ საქმე ერთი თვეა გამოძიებულია, წარმოუდგენელია და არანაირი ლოგიკაში არ ჯდება, რატო არ მოახსენეს თავდაცვის მინისტრს, ვინ არის ის, ვინც ემუქრებოდა ქართულ სამხედროებს მოკლედ, ხო, ვინ არის ამ ვიდეოების გამავრცელებელი. ამის შესახებ მოგეხსენება თავდაცვის სამინისტრომ არაფერი არ იცოდა. როგორ არ მოახსენეს პრეზიდენტს, რომელზეც იყო პერსონალური მუქარა. სრულიად დაუჯერებელი ვერსია წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ვინმე ყირგიზი მოგზაური აფხაზეთში როგორ იგდებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის არქივის მასალებს ხელში, როგორ ახერხებს ისეთი კლიპის გაკეთებას, რაც აშკარად მიუთითებს კონკრეტული პოლიტიკური ძალის საქართველოში წინააღმდეგ განწყობილებებზე და ძალიან გაავს ქართული ოცნების ასეთივე ტიპის კლიპებს საარჩევნო პერიოდში, როდესაც ტრიალებდა პრეზიდენტის წინააღმდეგ და საერთოდ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც კი ნაციონალურ მოძრაობას გაუკეთებია, ეს არის საინტერესო. ვინ დაუკვეთ? ძალიან ბევრი კითხვა შედება პირველ რიგში ის, თუ ამდენი ხანია რაც გახსნეს, მხოლოდ დღეს რატომ უთხეს ამის შესახებ. საინტერესო იქნებოდა ფედერალური ბიუროს აზრის მოსმენა ამ გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ის კადრები, რომლებიც მნიშვნელობად იციან მხოლოდ ქართველებმა და აფხაზეთში მცხოვრებმა ყირგიზმა, რომელთაც საქართველოში არ უცხოვრია არასოდეს, შეუძლებელია მათი მნიშვნელობა იცოდეს. ასე რომ ეს გამოძიების შედეგები ძალიან საეჭვოა, როგორც ჩანს, დაკავშირებით იმასთან, რომ ვიღაცას ძალიან უნდა რეალურ დამნაშავეს ხელი დააფაროს. დიდი მადლობა ირაკლი. გადაცემის პირველი ბლოკი ამით დასრულებულია. ჩვენ მეორე ბლოკში სტუმრად გვეყოლებიან ეკონომისტები დემურ გიორხელიძე და პაატა შეშელიძე, მანამდე კი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჩაგვერთვება. დაგველოდეთ.
ბრუნდებით მეორე ბლოკში ჩვენთან ერთად სტუდიაში დემურ გიორხელიძე და პაატა შეშელიძე იმყოფებიან, რომელთან ერთადაც ქვეყანაში ეკონომიკის შესახებ ვისაუბრებთ. ბატონებო, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისთვის. მანამდე კი ჩვენ ქუთაისიდან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მზად ხარ ჩვენ შეკითხვებს უპასუხოთ. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებდით გამოძიების შედეგებს თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით? თქვენ პირველ რადიოსთან საუბარში თქვით, რომ კლიპების უკან ის ზალები დგანან, რომლებსაც არ სურთ საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ვინ არიან ეს ზალები? კონკრეტებისგან, რა თქმა უნდა, თავ შევიკავებ, იმიტომ რომ მე შეიძლება ვარაუდი გამოვთქვა, მაგრამ როგორც პარლამენტის წევრს, კომიტეტის თავმჯდომარეს არ მაქვს უფლება, რომ ვილაპარაკო კონკრეტიკაზე, კონკრეტული ფაქტების და გამოძიების დასრულებამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე შემიძლია ამ შემთხვევაში მხოლოდ გამოვთქვა ვარაუდი, რომ ამის უკან შესაძლებელია იდგნენ ის პირები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, რომლებიც ცდილობენ ჩვენს მოსახლეობაზე განახორციელონ ფსიქოლოგიური ტერორი იმისათვის, რომ ჩვენი სამხედროები მონაწილეობენ ISAF-ის სამხედრო ოპერაციაში. მაპატეთ, ძალიან ჩემი ხმა რომ მიბრუნდება, მიჭერს თქვენთან საუბარი. ასე რომ კონკრეტულად რა თქმა უნდა გამიჭირდება, იმიტომ რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს. ეს პირველი ეტაპი მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად წარმატებულად დასრულდა. რაც მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლო და აი ამ ურთულესი საქმის გამოძიება და შესაბამისი ჭეშმარიტების დადგენა ამერიკელ კოლეგებთან ერთად, რაც კიდევ უფრო ვფიქრობ ზრდის ნდობას საზოგადოების ამ გამოძიების მიმართ. მაგრამ მთავარი მაინც მე გეტყვით რა არის. მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პრევენციულად მოვახდინეთ ზემოქმედება და მივაყენეთ დარტყმა იმ პირებს, რომლებმაც შეიძლება მომავალში კიდევ გაიაზრონ და იფიქრონ, რომ მსგავსი ტიპის ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ ჩვენ საზოგადოებაზე და ჩვენ ქვეყანაზე. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონო ირაკლი, რამდენად შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რუსულ სპეცსამსახურებს? ჩვენ ვიცით, რომ ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანდეს, არის რუსეთი, ასევე გამოძიების ვერსიაში ჩვენ ხედავთ მხოლოდ ჩოკუტაევს. ხლით თუ არა, რომ ის დამოუკიდებლად მოქმედებდა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ გამოძიება არ დასრულდება, მე გამიჭირდება, რომ კონკრეტულად თქვა, რომ ამ დანაშაულის უკან იდგა კონკრეტული ქვეყანა ან ჯგუფი, მაგრამ დიდი ვარაუდით ეს იყო ორგანიზებული დანაშაული. შესაძლებელია ეს ყოფილიყო რუსული სპეცსამსახური, შესაძლებელია ეს ყოფილიყო ისლამური ექსტრემისტული ჯგუფები და შეიძლება ეს ყოფილიყო კიდევ სხვა ძალები, რომლებიც ასევე დაინტერესებული არიან, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის. ბატონო ირაკლი, მე მინდა თქვენ ისიც შეაფასო, თუ რაში სჭირდებოდა აფხაზეთში მცხოვრებ პირს იმის იმიტაცია, რომ მასალა თბილისიდან აიტვირთა. ჩვენ ვიცით, რომ მისი მიზანი იყო, რომ ეს ვიდეოები ჯიჰადთან ყოფილიყო დაკავშირებული და მას აწყობდა, ასე უხეშად რომ თქვათ, რომ დაგვეჯერებინა, რომ ეს არ იყო კავშირში საქართველოსთან და იყო კავშირში რომელიმე მუსლიმურ ქვეყანასთან პირობითად, საიდანაც შეიძლება მუქარა წამოსულიყო. ზოგადად ნებისმიერი კიბერკრიმინალი ცდილობს, რომ გამოძიებას გზაკვალი აურიოს და ამით ერთის მხრივ დაამტკიცოს თავისი, ასე ვთქვათ, ჰაკერული შესაძლებლობები, მეორეს მხრივ კი თავი დააღწიოს პასუხისგებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კვალის აბნევა ეფუძნებოდა აი ამ ორ პრინციპს. პლუს ამას შესაძლებელია პოლიტიკური მიზანიც ყოფილიყო, რომ ჩვენ საზოგადოებაში ვინმე ეფიქრა, რომ ამ ყველაფრის უკან ხომ არ იდგა რომელიმე ქართული ძალა, პოლიტიკური ან არაპოლიტიკური, ეს მეორე საკითხია, მაგრამ შეიძლება ამ მიმართულებითაც ყოფილიყო ეს ნაბიჯი გადამდგარი, რომ საზოგადოებაში გარკვეული ხომ არ გულისხმობთ, იმიტომ რომ ეგ ვერსიაც თავიდან მოვისმინეთ. ეს უნდა შევეკითხოთ იმ პირს, ეს უნდა შევეკითხოთ იმ პირს, რომელმაც აი ეს სტრატეგია შეარჩია. ბატონო ირაკლი, ასევე მინდა გკითხოთ, რატომ არ იცოდა გამოძიების შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ის რომ ერთი თვის წინ გახსნილ საქმეზე მან 2 დღის წინ შეიტყო, რაზე მეტყველებს თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, ამაზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება საჭირო არ არის. თქვენ ხვდებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ძალიან ბევრ საქმეს იძიებს და ყველა საქმესთან დაკავშირებით მინისტრები ერთმანეთს ანგარიში ვერ ჩააბარებენ.
ამიტომ მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში საქმე მქონდა კომუნიკაციის ნაკლებობასთან და მინისტრებს იმდენი საქმე აქვთ რომ არ არის აუცილებელი რომ ყველა ერთმანეთის საქმეში ხედებოდეს, თავარია რომ ყველამ საკუთარი საქმე კარგად შეასრულოს და ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად გაართვა საქმეს თავი. ეს იყო მართლაც ურთულესი საქმე და ამას ადასტურებენ კიდევაც ჩვენი პარტნიორები, რომ მართლაც კარგად იმუშავეს შესაბამის ორგანოებმა და მე მათ კიდევ ერთხელ ულოცავ ამ საქმის წარმატებად დასრულებას, ამ ეტაპის დასრულებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, გამოძიება გაგრძელდება მანამ სანამ ჩვენ არ დავწმუნდებით რეალურად რა იყო ამის უკან ან მოტივებში, რომელსაც მოქმედებდა ეს პირი. ბატონო ირაკლი, ამ ვიდეოების ატვირთვის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ ქართულ სამხედროებს თავს დაესხნენ. თქვენი აზრით იყო თუ არა ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მინისტრებს კოორდინაცია აუცილებლად უნდა ჰქონოდათ? იგივეს გავიმეორებ. ქვეყანაში სამწუხაროდ არის ძალიან ბევრი საქმე ისეთი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მეცაც გეტყვით, მინისტრები რიგ შემთხვევაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი თემებით. ამიტომ ანგარიშვალდებულება მათ ერთმანეთის წინაშე კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით არ აქვთ. და მეცაც გეტყვით, საგამოძიებო პროცესებში ჩახედვა არ შეიძლება მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ეს გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღის წინ მიიღო სასამართლომ. თავისთავად, როდესაც საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ აი ერთი თვის წინ თუ გამოიძიეთ, რატომ არ განაცხადეთ ეს იმავე დღეს, აქაც მე მინდა გითხრათ, რომ სანამ სასამართლო არ მიიღებდა იმ ფაქტებს, რაც დადგინდა ამ საქმესთან დაკავშირებით და არ დაადასტურებდა, რომ ეს პირი ამ პირის მიმართ აკვეთი ღონისძიების გამოყენება საჭიროა, თავისთავად მათ არ ქონდათ უფლება უდანაშაულობის პრეზუმპცია დაერღვიათ. ამიტომ ამასაც გაგებით მოეკიდეთ, იმდენად რამდენადაც ეს ყველა ფერი განხორციელდა კანონმდებლობის დაცვით და ცივილიზებული ფორმებით. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ ჩვენი სტუმარი იყავით და შეკითხვებზე პასუხი გაგვეცით. მადლობთ. ბრუნდების სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე. ჩვენც ვიცით, რომ მთავრობაც აღიარებს, რომ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არის პრობლემები და აღიარების გარეშე ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ კონკრეტულ რიცხვებში. ჩვენ ვიცით, რომ პირველი 8 თვის განმავლობაში წელს ეკონომიკური ზრდა იმდენად დაბალია, როგორც არ ყოფილა 2000 წლის შემდგომ, თუ არ ჩავთვლით ომის შემდგომ პერიოდს, როდესაც საქართველოს ეკონომიკას მოუწია გამკლავება, როგორც ომის შედეგებთან, ასევე მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან. ჩვენ ეკრანზე ვხედავთ გრაფიკას, სადაც ციფრად არის აღნიშნული ჯერ კიდევ მოქალაქეთა კავშირის მმართველობის პერიოდი და შემდგომში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს თუ როგორ იზრდებოდა ეკონომიკა და ბოლოში ასევე ქართული ოცნების მმართველობისას თუ რა ხდება ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. თქვენი აზრით, რამ შექმნა დღევანდელი ვითარება, რატომ შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპი? თქვენგან დავიწყოთ ბატონო დემური. მოგესალმებით, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცენტრალური პრობლემა და მე ამის თაობაზე მიუთითებდი ჯერ კიდევ არჩევნებამდე და წლის დასაწყისში, რომ მთავრობა დადგება უმძიმესი პრობლემის წინაშე. ეს არის საქართველოს ეკონომიკაში არის ფუნდამენტალური ხასიათის პრობლემები. ჩვენ გვაქვს რეალურად კრიზისული ეკონომიკა, ამიტომ აქედან გამოსვლა ერთიანი სტრატეგიის პარლებში უნდა მომხდარიყო. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრები პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანები დასაწყისშივე ერთიანი შეკრული სტრატეგია ამ სისტემური კრიზისის დაძლევისა ფაქტურად არ იყო. რამ შექმნა ეს კრიზისი? ეს კრიზისი შექმნა იმან რამდენიმე მომენტმა. ჯერ ერთი ჩვენ ვერ გავედით იმ საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც ღირებულია და მიმზიდველია ჩვენთვის საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ფუნქციონირებს კერძო ინიციატივაზე. ჩვენ ვერ გავედით იმ რეჟიმზე, როდესაც მთავრობა არ ერევა აქტიურად, თუმცა როდესაც საჭიროა, იგი აკეთებს სტიმულებს, სრულიად ნორმალურია, მით უმეტეს ჩვენ ჩამოუყალიბებელი და ძალიან ღარიბი ქვეყანა ვარ, ძალიან ღარიბი საუბედუროდ. მაგრამ ის რომ ინიციატივები იყო შეზღუდული, ეს უკვე ფაქტურად ბოლო 2 ათეული წელია. წელს შეიქმნა ბატონო დემურის პრობლემა, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა. 7% ზრდა ეს არისო პროდუქციისა და მომსახურების წარმოების ზრდით და გადიდებით, ეს იყო სესხების ხარჯზე, ფასების ხარჯზე. ჩვენ თუ გადავიანგარიშებთ, ეხლა დღეს არ არის ის ფორმატი საუბრისა, როცა ჩვენ შეგვიძლია ფორმულები მოვიხმოთ და იქ კოეფიციენტ
კლიენტები მოვიხმოთ და ვნახოთ რომ ამით მხოლოდ დავაბნევთ დიახ, ამიტომ არ არის, უბრალოდ იყო ის ზრდა ფორმალური, რადგან ის არ იყო ის ეკონომიკა, ის ეკონომიკური ზრდა, ის არ იყო გაფართოება წარმოებისა იმ სფეროებში, რომელშიც აზრი აქვს საქართველოში წარმოება. მაყურებლისთვის გასაგებად ამიტომ გასაგებად რომ ვთქვათ, გადაწყობა მიდის, დღეს შეიცვალა ის პოლიტიკის შეცვლამ გამოიწვია ის რომ იმის გამო რომ არ გატარდა არც ინსტიტუციონალური ცვლილებები, არც საკანონმდებლო ცვლილებები, ფაქტობრივად ისე მოხდა რომ ამ შექმნილ ვაკუუმში ეკონომიკური აქტივობა დაეცა. მე ჯერ კიდევ თებერვალში ძალიან ხისტი კრიტიკა გავაკეთეთ რომ 10,000-ობით ადამიანს არ შეუძლია დაიწყოს, არანაირი საშუალება არ არის ჩვენ ფინანსური ინფრასტრუქტურა გვაქვს ძალიან ცუდი, საკანონმდებლო დონეზე არა გვაქვს. ფაქტიურად ქვეყანა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს ეკონომიკაში ახალი სუბიექტების შემოსვლას, ანუ ეგრეთ წოდებული ბიზნესის დაწყება, სტარტაპს, რასაც უწოდებენ, ფაქტობრივად ხარი ხელშეუწყობელი, მით უმეტეს ჩვენ დაწყების თვალსაზრისით, მე მგონი პირველ ადგილზე ვართ ყველა პირველ ადგილზე ვართ, ჩვენ შეგვიძლია 2 საათში გავაფორმოთ 3 საათში ფირმა, დაიკავეთ მე ეს ქაღალდი და იყავით ქაღალდით ხელში დაახლოებით. ამას არ აქვს ის ისედაც რა შეეშალა ახალ ხელისუფლებას, რომ თუნდაც ზრდის ის ტემპი ვერ შეინარჩუნა, რაც მანამდე იყო. პირველი რა უნდა გაკეთებულიყო უახლოეს თვეებში ის იყო რომ მიეცათ საშუალება ადამიანებისთვის ეს პირველ რიგში ეს იყო თანადაფინანსების პროგრამები პროცენტზე, დაზღვევაზე, იმიტომ რომ ბანკები ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, სადაც ფულია ჩვენ ბიუჯეტიდან ვერ გავცემდით კერძო პირებზე, გამორიცხულია ეს აბსოლუტურად. ხომ არ ეწინააღმდეგება თქვენსავე იდეას ეს, რომ ნაკლებად უნდა ჩაერიოს სახელმწიფო? საქმე რაშია, იცით, ჩარევა აქტიური უნდა იყოს იმ საკანონმდებლო სფეროში, მაკროდონეზე, თამაშის წესების დაცვით, სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შექმნით, ჩვენ გვიჭირდება საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტები, სადაც კერძო ადამიანები თვითონ გადაწყვეტენ, თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას და ეს როგორც პოლიციელი, მოდით ასე თქვა, დიდი კეტით ხელში ხელისუფლება, მაინც ჩარევაზე საუბრობთ და კონტროლზე. იქნება კანონის დონეზე, თამაშის წესების დაცვის დონეზე და არა თვითონ ეკონომიკის განკარგვის დონეზე. აუცილებლად დაგიბრუნდებით ბატონო დემურ, ბატონო პატა, თქვენ მინდა შეაფასოთ თუ რა მოგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როდესაც 2%-საც კი ვერ აღწევს ჩვენი ეკონომიკური ზრდა. 2008 წლის შემდეგ, ჩვენი ომის ფინანსური კრიზისის შემდეგ, მაშინდელმა მთავრობამ ესეთი ლოზუნგი შემოიტანა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ამის ფონზე გააფართოვა პროგრამები, რომელიც სახელმწიფო ჩარევის გულისხმობდა. ანუ თუ ჩვენ დავაგვირდებით თუნდაც იმ გრაფიკს, რა თქვენ აჩვენეთ, ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო მაღალი იყო 5, 6 და 8-მდე და შემდეგ იყო შედარებით ნაკლები. გლობალური კრიზისი, რამაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაზე მოახდინა. შეიძლება რაღაცა მოახდინა, მაგრამ პასუხი იყო განსხვავებული ქართული, ანუ სახელმწიფოს გაფართოება. ახალმა მთავრობამ სინამდვილეში ახალი ლოზუნგი შემოგთავაზა, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და ეს ჩარევა გააფართოვა. ხლა რას გულისხმობ? ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც დღეს აქვს საქართველოს, არის ვალდებულებების დაგროვებაზე ორიენტირებული. მთავრობამ აიღო უფრო მეტი ვალდებულება პენსიების მიმართულებით, რომ სახელმწიფო მეტი უნდა გადაიხაძოს და არა რეფორმა გააკეთოს იმისთვის, რომ კერძო დანაზოგებზე გადავიდეს ეს სისტემა, ანუ შეინარჩუნა ძველებური სისტემა, უბრალოდ გაზარდა დანახარჯები. სოციალური ხარჯები გაზარდა. იმიტომ ამათ უბრალოდ თქვეს, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ. ამიტომ პრინციპულ განსხვავებას ვერ ხედავ. მეორე, სოციალური ხარჯები ჯანმრთელობაზე მაგალითად. განათლებაზე, ასევე გაიზარდა. ვალდებულებები დღითი დღე იზრდება. შეიცვალა შრომითი კოდექსი. ეხლა იცვლება მაგალითად დეკრეტულ შეუბრალობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. ასევე ზრდის მიმართულებით, ანუ სახელმწიფო აპირებს უფრო მეტი და მეტი დახარჯოს. ამის გარდა მოხდა ბიზნესის ჩანაცვლება სახელმწიფო სექტორი. ძალიან ბევრ სექტორში, მაგალითად ჯანდაცვაში, განათლებაში, წიგნების სახელმძღვანელოების ბაზრებში. მინდა დავამატო და გააგზავნოთ. ოპონენტი გეტყოდათ, რომ უამრავი ღარიბი ადამიანია ქვეყანაში, რომელსაც სასიცოცხლო სჭირდება ხელის გაწვდენა. თუ შეიძლება დავამთავრო და მაგალითად გიპასუხებ ძალიან მარტივად. აი ამ პროექტების განხორციელების დროს გადაწყვეტილება იყო ესეთი. უჭირთ, მოდი სახელმწიფომ გააკეთოს. ფაქტურად რა გამოვიდა? თქვათ, უჭირს რამდენიმე ადამიანს, ხო, შეიძლება 1000 იყოს. მაგრამ პროექტები, რომელიც იქნა შემოთავაზებული, ეხება ყველას.
ანუ მაგალითად სახელმძღვანელო დაიბეჭდა და ყველასთვის უჭირს თუ არ უჭირს. იმის მაგერად რომ კონცენტრაცია ყოფილიყო იმაზე, ვთქვათ, ვისაც უჭირს, რასაც თქვენ ამბობთ, ამ წუთში კითხვა დაამისვით, იმის მაგერად ეს სახელმძღვანელო დაუბრუნდა ყველას. მიუხედავად იმისა, რომ როგორი შემოსავლის ხარო ქონდა ამ ადამიანს. ანუ ბიუჯეტმა იყო მეტი, ვიდრე შეიძლება რო აეღო. იგივე ეხება ჯანდაცვას. აბსოლუტურად სწორი ბრძანდებით. იგივე ეხება აი ამ განხილვის პროცესში მდგომ დეკრეტულ შეგულების საკითხს და ძალიან თითქმის ყველა საკითხს მოხდა სოციალიზაცია. ანუ მთელი ტვირთი გადავიდა სახელმწიფოს მხარეზე და არა სწორედ იმ ჯგუფებზე მოხდა ფოკუსირება, რომელსაც შეიძლება ჭირდებოდა დახმარება. გარდა ამისა, პრობლემა არის ის, რომ არ მოხდა არანაირად გამოსწორება იმ ანკერი პრაქტიკის, რომელიც მანამდე იყო. როდესაც ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები იყო, როდესაც სახელმწიფო ჩარევით, ერთი ბიზნესი ღამის 12 საათზე ვიღაცის ხდებოდა. ამ მსგავსი პრაქტიკა არის ესეთი დღეს. არა, მომისმინეთ, ნახე რა ხდება, აქ ორი კომპონენტისგან შედგება ეს პრობლემა. ჯერ ერთი, თითქმის არც ერთი საქმე, რომელიც აი მაშინდელ დარღვევას შეეხება, არ არის გამოძიებული და არ არის გარკვეული. რეალურად ხდებოდა ეს ფაქტები თუ რაღაც სხვა გარემოებებს ჰქონდა ადგილი. ფაირზე საუბრობენ ხშირ ხო, არა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აი 9000 განცხადება ამბობენ. ერთი მაინც ყოფილა გარჩეული და დამტკიცებული ფაქტი თუ არა. ეს ერთი მხარე. მეორე მხარე, თქვენ ამ წუთში ბრძანეთ, რომ ამბობენ, რომ არ არის ეგეთი ფაქტებიო. სამწუხაროდ, მე სხვა ინფორმაცია მაქვს, შეიძლება ეხლა ვერ დავასაუბროთ. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ. აი, რამოდენიმე დღის წინ ბატონი ჩოჩელის პრესკონფერენცია მოვისმინე. ცეზარ ჩოჩელს. დიახ. მან თქვა დაადანაშაულა ძალიან კონკრეტული ადამიანები მის წინააღმდეგ გარკვეული ზეწოლის ორგანიზებაში. მან დაასახელა ხუხაშვილი და კიდე რამოდენიმე სხვა ადამიანი, რომელმაც მისი ადრეთ გაუკეთეს მის ბიზნესს ბლოკირება და ითხოვენ მის დათმობას. გესმით? მეტიც არის ძალიან ბევრი ფაქტი, როდესაც ჩვენ თვითონ ადამიანები არ გვიმალავდნენ იმას, რომ მასთან, მაგალითად იგივე ხუხაშვილი ბევრჯერ საუბრობდა იმას, რომ მასთან მოდიან ბიზნესმენები და რაღაც აღსარებებს აბარებენ. რაზეა ლაპარაკი? რა ხდება სინამდვილეში? ანუ, აი ეს პრობლემა, რომ ბიზნესს შევეშვით, სინამდვილეში მართლაც ესე არ არის. ახლა მოდით მესამე ნაწილზე ვისაუბროთ, როდესაც ლაპარაკია ჩარევის ფორმებზე. როგორ ერევა? ხედავს პრობლემას, მოდი შევქმნათ ფონდი. ანუ ისევ სახელმწიფომ ან სახელმწიფოსთან დაახლოებულმა პირებმა შექმნან ფონდი და დაეხმარონ. იმის მაგივრად რომ იმის მაგივრად რომ მოხდეს ინსტიტუციური ცვლილება, რეფორმა, რომელიც ბევრს მიცემს ამ ფონდების და დახმარების სხვა ინსტიტუტების შექმნის საშუალებას. ამ მექანიზმებზე აუცილებლად ვისაუბრეთ, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, დაგიბრუნდებით უბრალოდ ბატონ დემურსაც მინდა ვკითხო. თქვენ ისაუბრეთ იმის შესახებ, რომ 9000 განცხადებაა შესული და მთავრობაც ამბობს, რომ ისინი აპირებენ, რომ გარკვეული გადახედონ, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებებს. ეს არ არის მთავრობის საკითხი, ეს სასამართლო საკითხია. სასამართლოს გულის ძალიან მარტივია. სამწუხაროდ საუბარი დავასრულებ თუ შეიძლება სასამართლოს მიღმა ალტერნატიული კომისიის შექმნაზე, რომელმაც უნდა გადახედოს ამ გადაწყვეტილებებს. თქვენი აზრით ეს უფრო ხომ არ დააზარალებს შემდგომში ბიზნესს, რომ ამ წუთას გარკვეული აწყობილი საქმეები ისევ შეიძლება თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო, ჩვენ გვინდა სამართლის მიღწევის ადგილი. ასეთი არის სასამართლო. არანაირი კომისიები საჭირო არ არის. მე ვფიქრობ, რომ ამისთვის არის საჭირო სასამართლოს იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევა და იმ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, იმ პასუხისგებლობის თუ გნებავთ, როდესაც მოსამართლე საზოგადოების წინაშე იქნება მართალ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაფერი უნდა გაირჩეს, არის თუ არა ქონება წართმეული და რომ არის ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ეხლა საჭიროა სტატისტიკა, ახლა საჭიროა კონკრეტული მაგალითები, კონკრეტული დამნაშავეები და ადამიანები, რომლებმაც დაიბრუნეს თავისი ქონება. ბიუროკრატია ჯერჯერობით აქაცა, ერთიანი მიდგომა არ არსებობს, არადა ამ საქმეში ერთიანი მიდგომა უნდა არსებობდეს, არ არსებობს პატარა დაზარალებული და დიდი დაზარალებული. იმ პატარა დაზარალებულისთვის ის მისი პატარა, რომელიც წაართვეს ძალიან ღირებული იყო. ამიტომ რა რიცით, სამართალი ან არსებობს, ან სამართალი არის შერჩევით. თუ შენ გადადიხარ შერჩევით სამართალზე, იქ ვერასდროს ვერ გახვალ ბოლოში. იმიტომ ან ქმნი თამაშის წესებს და მე სწორედ სახელმწიფოს აქცენტირება ჩემს პირველ შენიშვნაში ის გავაკეთე, რომ სახელმწიფო და ხელისუფლება ჩვენ გვჭირდება მაკრო დონეზე, რომ უზრუნველყოს ეს ყველაფერი და ამ ჩარჩოში თავისუფლება უნდა იყოს მაქსიმალური. ამიტომ, როდესაც კონცეფციას ვამუშავებდით და მე მთხოვეს, რომ სახელმწიფოს ტიპი როგორი წარმოგიდგენიაო, მე ასეთნაირად ჩამოვაყალიბე, რომ
ლიბერალური ეკონომიკა კლასიკური გაგებით, თავისუფლება ადამიანისა უმაღლესი ფასეულობა, მაგრამ კრიზისულ სიტუაციაში ბაზისური სახელმწიფო ფუნქციები უნდა იქნას შესრულებული. როცა 55% ადამიანებისა სიღარიბის ქვეშ, ახლა მე და პატას თავის დროზე ერთად გვაქვს ძალიან ბევრი ნაფიქრი ყველაფერ ამაზე და ამიტომ ჩვენ ამაში ერთმანეთთან ოპონენტები ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ ერთი მხრივ შენ სახელმწიფო გჭირდება როგორც დამცავი გარსი, როგორც აი ამ ინსტიტუტების, ესე იგი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უნდა იმართებოდეს და აქ ახსენა რომ ვიღაცას იბარებს რას ქვია იბარებ ვერ გავიგე მაშინ შენ ინსტიტუტს გარეთ გადიხარ მაშინ შენ არაფორმალური ეხლა როგორც ყველას ეს ინფორმაცია როგორ აიცით მოარული ინფორმაცია იმიტომ რომ თბილისი ერთი პატარა ადგილია სადაც ყველას იცნობს და ამდენად 2-3 კაცის პრინციპში დაადასტურეს კიდეც პრემიერმა საუბრა რომ ეს სფერო მას ჩააბარა მე კიდე გეუბნებით მე მესმის რომ რაიმე სფერო ჩააბარო ინსტიტუტს მაგრამ მე არ მესმის ჩააბარო რაიმე სფერო პიროვნებას ბიზნესის გადაბარების სფერო ბიზნესის დამშვიდებაზე იყო საუბარი რომ ეს თითქოს ტრამპირებული მესმის გამოძიება ჩააბარო საგამოძიებო ორგანოს კანონის დონეზე ეს ჩემთვის თქვენ თulis რომ კონკრეტულ პიროვნებას მე მესმის გადასახადების აკრება ჩააბაროს შესაბამის ორგანოს, მაგრამ თუ კიდე ვიღაც ბიზნეს გამოყოფ, რომელმაც უნდა ამოაკაჩაოს იმიდან ბიზნესმენების ჯიბიდან, ეს მე უკვე აღარ მესმის. ერთი რამე მინდა კითხოთ აუცილებლად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც აფასებენ საქართველოში ეკონომიკის მდგომარეობას და ერთ-ერთ მიზეზად მათ იმის რომ ეკონომიკის ზრდა მცირდება დაასახელეს პოლიტიკური არასტაბილურობა. ამ პირობებში, როდესაც პრემიერი აპირებს თანამდებობიდან გადადგეს და კიდევ უფრო გაურკვეველი სურათი იქნება ქართულ პოლიტიკაში. ეს გავლენას მოახდენს თუ არა? არ ვფიქრობ მე რომ პრემიერის წასვლა რაიმე სერიოზულ ყევებს გამოიწვევს. თვლიანობის პასუხისმგებლობას გაურბის. მაშინ ჩვენ უნდა ვაღიაროთ რომ საქართველოს მოქალაქეები ეს არის ინფანტიზილებული, ანუ გაბავშვებული დიდი ადამიანები, რომლებსაც ინვესტორები ხوار არ შეუძლიათ საკუთარი მართვა არ შეუძლიათ გონიერება არ შეუძლიათ მათ გვერდით ყოფი ადამიანის მოსმენა და მამამარჩენელს ეძებენ დამთავრდა უდიდესი აი პირველი ფრაზა რომელიც მე თავის დროზე კვირის პალიტრაში და შემდეგ ატაცებული იქნა ჩვენ ვართ ძალიან დიდი ცვლილებების უნიკალური პოლიტიკური მომენტის წინაშე ვართ ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას ბელადების გარეშე და ეს აშინებს ძალიან ბევრ ეს არის ძალიან კარგი არაფერი არ მოხდება არაფერი საზოგადოება ბატონ ბიძინა ივანიშვილს ენდო მისი წასვლის შემდეგ რა გარანტიაა რომ ინსტიტუტის დაპირებები რაც მანდა და შესრულდება ამიტომ ჩვენ პატივისცემთ მის პიროვნულ გადაწყვეტილებას ქვეყანა არ დაიქცევა ქვეყანა არ აირევა საკმარისი გონიერება არის ჯერჯერობით ქვეყანაში რომ ჩვენ შევთანხმდეთ განურჩევლად იმისა ვინ რა პოზიციაზე რა მსოფლმხედველობაზეა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ფუნდამენტალურ რამეზე ეს სახელმწიფო არის ჩვენთვის ყველასთვის ღირებული გვინდა ქართული სახელმწიფო მორჩა აღარ ვკიდებთ ხელს ჩვენ გვინდა რომ აქ იყოს დემოკრატიული პროცედურები. ჩვენ გვინდა კანონი იყოს, მაშინ ელემენტარულია. მოდით შევთანხმდეთ. თქვენ ფიქრებთ ისე როგორც თქვენ ფიქრობთ, მე, მაგრამ ყველაფერ ამას გაარჩევს, თუ კი ერთმანეთში ჩვენ ვერ შევთანხმდებით და ვერ მოვდივართ, სასამართლო იქნება, რაღაც სპეციალური ორგანოები იქნება, სადაც ჩვენ გავარკვევთ. აუცილებლად გავაგზავნებთ საუბარს, ბატონ ბატა, თქვენც მინდა კითხოთ ამის შესახებ. პოლიტიკის ბუნდოვანება არის ერთ-ერთი პრობლემა, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილია ჯერ კიდევ ქვეყნის სათავეში, მთავრობას ხელმძღვანელობს ის, გარკვეული პოლიტიკა არსებობს და უკვე მასაც ვიცი თუ რას ფიქრობს ის ეკონომიკაზე და დაახლოებით თავის გეგმებზეც ისაუბრა და უამრავი დაპირება აქვს მას გაცემული. ზოგი თვლის რომ ის პასუხისმგებლობებს გაურბის, როდესაც თანამდებობიდან მიდის და კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა პოლიტიკის ერთიანობის აღქმით კუთხით და მეტი ბუნდოვანება შემოვა. თქვენ რას ფიქრობთ? მე მგონი რომ ეს საკითხის დასმა უბრალოდ არასწორია. ჯერ ერთი თუ თქვენ თვლით რომ საზოგადოება ბატონ ბიძინას ენდო, მაშინ უნდა ენდო რაც თქვა ადამიანმა და როცა შემოვიდა, მან თქვა რომ მაქსიმუმ 2 წადი აპირებდა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას. ამ შემთხვევაში ჩვენ ინვესტორებზე ვსაუბრობთ ბატონ. ამას შეიძლება ამან ეს თქვა. თუ ესე იგი თუ ენდობით, რაც თქვა, იმას უნდა ვენდოთ. რაც ესე იგი უნდა გამოვიდეთ რომ თქვა რომ ამან მოიტყუა ეხლა და 2 კი არა სულ აქ იქნებაო, ხო? მაშინ ეს უნდა ვიფიქროთ. როგორც ინვესტორი რომელიც უნდა ინვესტორმა მოისმინა რომ 2 წელი ვაპირებ აქ ყოფნასო და როცა 2 წელი გავა, მივალ. ეს თქვა ამ კაცმა და ამ სიტყვას როგორც ჩანს ამ ფორმით პოლიტიკაში ყოფნის ფორმით ასრულებს. ამაში ცუს ვერაფერს ვერ ხედავ და წარმოუდგენელია ამის ახლა უკან დაბრუნება. ეხლა რაც შეეხება ზოგადად სიტუაციას.
ინვესტორისთვის პრობლემა არის არა კონკრეტული პიროვნება, არამედ ინსტიტუტები, რომელიც მუშაობს ან არ მუშაობს. აი ეგ არის პრობლემა რა. დღეს ამ სიტუაციაში, ამ ბატონი ბიზნესის შემთხვევაშიც კი ინსტიტუტები არ მუშაობს. არ არის გამართული და გადაწყვეტილებები მიიღება საბაზრო ინსტიტუციების არა შენების, არამედ დაანგრევის, დემონტაჟის, ახალი მონოპოლიების შექმნის. აი თქვენ წეგამ მკითხეთ ესეთი კითხვა. ბიზნესთან დაკავშირებული. შეიძლება ახან ამ ფაქტს ვერ ვასაბუთებთ ამ ხუხაშვილთან და სხვა, იმიტომ რომ საკმაოდ უნდოვანია და არავინ ესეთ ჩოჩილის გარდა არ უთითებს ამ ფაქტს და ყოველ შემთხვევაში ჯეჯირობით სხვა დასაბუთებები არ არის და მოდით ამას თავი დავანებოთ, მაგრამ ფაქტი სხვა რამეში არის. თუ კი წინამთავრობის პირობებში მიმდინარეობდა მასობრივი გადაბარება ბიზნესის წილების, თქვა, წილების გადაბარება ერთი მესაკუთრიდან მეორეზე, გაფორმებები, ხელმოწერები და იურიდიული პირების გადაფორმება მემდიოდა, დღეს ეს შეიძლება არ ხდება. იურიდიული პირების გადაფორმა შეიძლება არ ხდება, შეიძლება ხდება კიდევაც, მაგრამ ისეთი მასშტაბი შეიძლება არ აქვს, მაგრამ ხდება საქმის გადაბარება. მაგალითად, გინდა ქონია იურიდიული პირი, გინდა არა, თუ კი საქმე, რომელიც ამ იურიდიულმა პირმა უნდა გააკეთოს, ჩამოშორდება ბაზარს. მე სიცხადე შევიტანთ იგივე მაყურებლისთვის. ძალიან კონკრეტული იყო, რაც მე გითხარით, წიგნების ბიზნესი, სახელმძღვანელოს ბიზნესი. იყო რამოდენიმე კომპანია, რომელიც აწარმოებდა სახელმძღვანელობს, იმის მაგრად რომ დეცენტრალიზება მოხდარიყო, განკრალიყო მონოპოლიური ელემენტები ამ სისტემაში და სახელმძღვანელობის წარმოების უფლება მიცემოდა ძალიან ბევრს და არა შეზღუდულ რაოდენობას, მოხდა ამისი ტოტალურად ამოღება ამ ბიზნესის კომერციული საქმიანობიდან ამოღება და სახელმწიფო ხელში გადატანა. ფაქტურად ის იურიდიული პირები დარჩენ ხახამშრალი. ამაზეა ლაპარაკი. ანალოგიურია ჯანდაცვის და სხვა სფეროებში, როდესაც ჩვენ დაზღვევაზე გვაქვს ლაპარაკი. განათლების სფეროში ძალიან შეზღუდა კერძო ასპარეზი, როდესაც იგივე სკოლებთან დაკავშირებით, ბაღებთან დაკავშირებით. ის კვეთრი ვარნა თუ სხვა მიზეზებიც არის? ისა, რომ შეიძლება ხანდახან დავამთავრო წინადება? თუ შეიძლება დავამთავრო და მე მკითხეთ, იმიტომ ესე არ გამოვა. ამიტომ პრობლემა ესეთია, ჩემი აზრით, ეს ინსტიტუციური ცვლილებების ჩამორჩენილობა, ანუ არაადეკვატურობა გამოწვევებთან, რომელიც დღეს არის. ჩვენ მივყავართ იმ სკეპტიციზმმა, რომელიცაც ინვესტორები არიან განწყობილი. ამაში ვხედა პრობლემას და არა ვიღაც პიროვნულ ყოფნა არ ყოფნაში. მით უმეტეს ის ადამიანი ამბობს, რომ მე ვიქნები გვერდზე, ვიქნები პარტიაში აქტიური, დავაფინანსებ, ხარს დავუჭერ და ასე შემდეგ. ამიტომ მე ამას გამოვრიცხავ. და ბოლოს აი მონაკვეთის შემაჯამებლად ჩვენ გვაქვს შიმშილი ამ უცხოური ინვესტორების. უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არის, რომ ჩვენთან არ მოდის წესიერი, გამართული, დასავლური კერძო ინვესტორი. ჩვენთან მოდის ჩინელი სახელმწიფო, ჩინური სახელმწიფოს შეფსეები, არაბული ქვეყნები, იგივე ყაზახები და ესეთი სახელმწიფო, ხო და აი ამაზე ლაპარაკი. აი ეს კითხვა უნდა დავსვათ და შევეცადოთ პასუხის გაცემა. ადეკვატური სასამართლო გვაქვს, ადეკვატური ბიზნეს გარემო გვაქვს, ადეკვატური საგადასახადო სისტემა უკეთესი გვაქვს ვიდრე სხვაგან. ჩვენ ხო შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ძალიან ბევრ სექტორში ის ქვეყნები, რომელმაც თქვა შეაფერხეს ეკონომიკური განვითარება, საბაზრო მიმართულებით. საქართველოს არ უნდა დაგვავიწყდეს ალბათ ეგეც. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული, ალბათ დამეთანხმებით. ოკუპირების საკითხი ყველაზე მთავარი არა, აქ არის ლაპარაკი რამდენად მომხილველია თუ არა. მოგების მიღება შესაძლებელია თუ არა, სადაც არის ხელისუფლება ვრცელდება თუ არა რეალური სამართალი. იცით, ძალიან ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტების და დაპირისპირებების მიუხედავად ესეთი განვითარებები მომხდარა. ამიტომ ამის მომიზეზება არის ძალიან მცირე გამართლება. ანუ ძალიან ცოტა შეიძლება იყოს გამართლება ამ მიმართულებით. ბევრად უფრო მეტი უნდა შევთავაზოთ, ვიდრე აქამდე ვთავაზობდით. ამაშია პრობლემა. 8 წელს, 2008 წელს ჩვენ წავედით უკან. უბრალოდ ეხლა უფრო უკან მივდივართ. ამაზეა ლაპარაკი, რომ შეფერხდა მაშინ განვითარება და ეხლა კიდევ უფრო შეფერხდა. უფრო მეტის გაკეთება დაიწყო სახელმწიფო და ამას იდეოლოგიური ხასიათი მიეცა დღეს. ბატონი ხუხაშვილი და სხვა იდეოლოგები ამართლებენ ამას ესე. ბაზარი კარგია, მაგრამ მერე ჩვენ უნდა სახელმწიფომ ხელში აიღოს ყველაფერი, დაარეგულიროს, თავისი ბიჭები დასვა სადაც საჭიროა და მერე მივცეთ საშუალება ბაზარს რო იმუშაოს. რა თქუილია, ეს არ მუშაობს, ესე არ კეთდება. საჭიროა პირიქით თავისუფლება ბევრისთვის, რომ იმათ შექმნა ინსტიტუტები, რომელიც დაიცავს ჩვენი ინტერესებს. ისევ დაგიბრუნდებით, თქვენ კიდე ერთი საკითხი მინდა, ჩვენ ახლა ბევრ ციფრებზე ვსაუბრობთ, რაღაც ეკონომიკურ ზრდაზე, მონაცემებზე, თუმცა ეს მაყურებელს აინტერესებს მასზე პირადად ეს როგორ აისახება, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება გითხრას, მე მაქვს ჯანდაცვა, ჩემი პენსია გაიზარდა, ეს ეკონომიკური ზრდა
როგორ გადაიტანენ და როგორ იგრძნობენ თავის ტყავზე ეს ადამიანები და რა პერიოდში? მოდი ასე გავაკეთოთ. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი იყო ტოტალური უმუშევრობა, ჯანდაცვა რეფორმა გაკეთდა, მაგრამ ხელმიუწვდომელი იყო. ხელისუფლება უბრალოდ ვალდებული იყო რაღაც გაეკეთებინა ამ ადამიანებისთვის, იმიტომ სანამ შენ ეკონომიკას აღორძინებ, სანამ ადამიანს ფეხზე დააყენებ, მისცემ საკუთარი შრომით დადგეს ფეხზე, მანამ ყველაფერს ამას სჭირდებოდა რაღაც ნაბიჯები, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ რაიმე დანაშაულებრივი ნაბიჯები იქნა გადადგმული. რაც შეეხება ინვესტორებს, რაში გვჭირდება ჩვენ ინვესტორები, როდესაც გასულ წელს ქართულმა კომპანიებმა წმინდა მოგების სახით გეტყვით მოცალეთ მიიღეს სუფთა მოგება, მილიარდამდე გადაიხადეს მოგების გადასახადი და 7 მილიარდი ლარი სუფთა მოგება ქართულ კომპანიებს. 7 მილიარდი ლარიდან იმის გამო, რომ გაურკვეველი სიტუაცია იყო, მოლოდინები იყო ცუდი და ასე შემდეგ, არც ერთი ლარი ბიზნესში შემოbrunებული უკან ეკონომიკაში არ იქნა. ამიტომ, როდესაც შენ ქვეყანა გინდა განავითარო, მთავარი ორიენტირი არის შენი ადამიანები, შენი ადამიანების ნიჭი და უნარი. ეს ადამიანები მატერიალური რესურსით უნდა აამოქმედო, როგორც კი განვითარების გზას საკუთარი რესურსების მაქსიმალური ჩაბმით მიაღწევ და აღარ ყოფნის და უკვე ხედავს გარე სამყარო, რომ შენ ვითარდები და აჰა, რა კარგად მიდის საქმე, მერე ინვესტორიც მოყვანა საქართველოს. შეღონ ინვესტორი ხელისუფლებამ კი არ უნდა მოიყვანოს, პაატა შეშელიძემ უნდა მოიყვანოს, დემური უნდა მოიყვანოს, თუმე ბიზნესში ვარ. თვითონ მოვლენ არ უნდა იმას პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის ნებართვები და პრეზენტაციები. დღეს ჩვენ უბრალოდ გვაქვს ფანტასტიკური სიტუაცია. ხელისუფლების გარეშე ვერც ადრე გააკეთებდი რაიმეს, ვერც დღეს აკეთებ რაიმეს. ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი. მე მინდა კანონის ფარგლებში მოქმედებდე და ვიყო ხელშეუხებელი. მე ერთხელ მკითხეს, რას გააკეთებდი, შენ რომ იყო ხელისუფლებაში. პირველი, რასაც მე გავაკეთებდი, განურჩევლად იმისა, მე მომწონს პაატას აზრები თუ არ მომწონს, თუ ეს კაცი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მოქმედებს, მე პირველ რიგში მას სრულ თავისუფლებას და ხელშეუხებლობას მივცემდი. აქედან იწყება განთავისუფლება. კაცმა უნდა იგრძნოს, რომ იგი საკუთარი ბედის, საკუთარი ოჯახის და შვილების წინაშე პერსონალურად არის პასუხისგებელი და არა მამამარჩენალის შემყურე. დამთავრდა საქართველოში ბიზნესი აკეთებს ძალიან დიდ საქმეს, მიდის მამამარჩენალი საქართველოს არ ეყოლება პატრონი ბჭყალებში, პატრონი დღეს უნდა გამოვიდეს საქართველოს. თუმცა გავლენის შენარჩუნებას აპირებს. გავლენის შენარჩუნება ილუზიებია, იმიტომ რომ სამოქალაქო სექტორში წასული ადამიანი პოლიტიკაში, ახლა მე მგონი 20 წელია პოლიტიკაში ვარ და ყველა კუთხე-კუნჭულის თავისებურებები ვიცი და ყოფილ ვარ იმ კუთხე-კუნჭულებში და არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ბიზნესი, იგი პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილი, გარდა როგორც ერთი ძალიან გავლენიანი ადამიანი. მილიარდერი გავლენიანი, მას შეუძლია საზოგადოებრივი რაიმე მოძრაობა გააკეთოს, მას ჰქონდა შესანიშნავი მოძრაობა და მისმა გარემოცვამ ისე გააკეთა, რომ მოძრაობა, სადაც ათასობით ადამიანი მოვიდა, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხარხით მოსპეს და გაანადგურეს და არაფერი დატოვეს ამ მოძრაობას. ამიტომ საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების იყო შესანიშნავი რაიმე, როდესაც უამრავი ადამიანი მოვიდა იქ, მაგრამ დღეს ეს მოძრაობა არ არსებობს. ასე რომ რა არის? არსებობს მთავრობა. საზოგადოებრივ საზოგადოებაში ყოფნა შეიძლება აქტიური არის ერთი რაიმე, მაგრამ ის პოლიტიკის სპეციფიკა იცით, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი წავა, ცოტა ხანში პოლიტიკური კონფიგურაცია გადაკეთდება. შეიცვლება, ეს ავტომატურია. კოალიციები არსებობს მთელ მსოფლიოში ლოკალური მიზნით გაერთიანებული. ინტერესები იცვლება, კოალიციები იცვლება. მე დაახლოებით შემიძლია გითხრათ კონტური, მაგრამ ეს შემდეგი გადაცემისთვის როგორც კი კონფიგურაცია შეიძლება ყველა ის დატოვებული, მე არ მესმის ეს სიტყვა კარგად რას ნიშნავს დატოვებული პრემიერ-მინისტრი, დატოვებული მთავრობა ავტომატურად დარჩებიან პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე და აი გუშინდელ საქართველოს და მსოფლიოში არის მე ვთქვი რომ მთავრობა არანაირი პოლიტიკური მხარდაჭერა არ იქნა თუ მთავრობის მეთაური პოლიტიკური ლიდერი არ გახდა. მე შემიძლია გითხრათ დაახლოებით რომ
პრემიერ-მინისტრი არა იქნება მოარული ადამიანები. ბატონ ბატასაც ვკითხოთ ამის ლიდერი შესახებ. იქნება კონფიგურაცია თუ შეიძლება თქვენი აზრით, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად აღარ იქნება მთავრობის მეთაური. თავყონებლივ რა თქმა უნდა არ შეიძლება, ალბათ მომავალ არჩევნებამდე იქნება როგორც არის, მაგრამ მთავარია ეს მომავალი არჩევნები როდის იქნება. სავარაუდოდ შეიძლება ცოტა უფრო ადრე იყოს, ვიდრე კონსტიტუცია მოეთხოვს. პრობლემები, რომელიც გროვდება და მე ვფიქრობ, რომ გასულ წელს მომავალ წელს კიდევ უფრო გამწოვდება. განსაკუთრებით ეს იქნება პრობლემები ბიუჯეტთან, მის შესრულებასთან და ვალდებულებების გასტუმრებასთან. ესეც ვიცით, რომ უკვე დეფიციტი არის გარკვეული შექმნილი, 350 მილიონ ლარზე იყოს. დიახ, მომავალ წელს დაგეგმილია 350 ლარამდე დეფიციტი დაგეგმილია, ნუ სასაცილოა. და აუცილებლად თქვენ რა თქმა უნდა, არათუ ცუდი ეს არის კატასტროფა, არ შეიძლება ადამიანმა დაგეგმო, თქვა 13 ლარის შესყიდვები, როცა ჯიბეში მხოლოდ 10 ლარი გიდევს. ეს არის კატასტროფა. მეტიც თქვენ ბატონდემურ წერამ ბრძანეთ, რომ სანამ კარგად არ გავხდებით, უნდა დავეხმაროთ მე მთავრობის მეშვეობით, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, ეხლა ნუ პატარა ბავშვები არავინ არა ვართ. საზოგადოების გაჭირებულ ნაწილზე ასაუბრეთ. თუ შეიძლება ესე შევხედოთ, გაჭირებულს ნუ ვიშველიებთ არა, მაგრამ მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ ეხმარება. მთავრობას თავის ფული არ აქვს. მთავრობამ ფული უნდა ამოიღოს გადასახადების მეშვეობით, ან უნდა ისესხოს ღია ბაზარზე, შიდა ან გარე ბაზარზე, ან დაბეჭდოს ფული, ანუ მოახდინოს ინფლაცია. პირველ შემთხვევაში, როდესაც ის ბეგრავს ადამიანებს უფრო მძიმედ ვიდრე მანამდე, ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს აწვება ზურგზე. ანუ ყველაზე წარმატებული ბატონდემურ თქვენს მოგცემ საშუალებას. ბიზნესმენია, როდესაც მონოპოლისტები იყვნენ. კი არ გედავები, პატა, გედავებად რა. ხო. მედავებით, აბა რასაკეთებ? არა. დიალოგში იყოს საუბარი რა, და კაი თქვი მე ვიტყვი. როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ რესურსებს ვართვენ წარმატებულ ბიზნესს, ეს ნიშნავს, რომ მათ პროექტებს ვაფერხებთ, სადაც პოტენციურად დასაქმდებოდა ის ადამიანები, რომელზეც თქვენ ესე გული შეგდივათ. მეტიც თუ კი ავიზღებს ეს მაშინის გასასტუმრებელი იქნება, საიდან უნდა გავისწორო ისევ გადასახადის გადამხდელიდან, ან ისევ ახალი სესხიდან. იგივე ტრაზე მივდივართ. ანუ მთავრობას თავის ფული არ აქვს. ვერ შეიძლება რაღაცას ვთხოვთ მთავრობას, ჩვენ სინამდვილეში ვთხოვთ წესიერ, კანონმორჩილ და წარმატებულ ადამიანს შენი ფული მომეცი მეო. იმის მაგივრად რომ მოთხოვოთ რომ მოგვეცით ასპარეზი რომ გავფართოვდეთ, ვიმოძრაოთ, ნაკლები ბარიერები შევგვიქმნათ რომ რაღაც ახალ სეგმენტებზე შევიდეთ. აქ მონოპოლიებზე ბრძანა ბატონმა დემორმა. სად იყო ეს მონოპოლიები? ამიხსენით, დამანახეთ, დაშალეთ. სხვა პრობლემა არ მაქვს, მე დაგისახილებთ მთელ რიგ დარგებს, სადაც იყო მონოპოლიები და ისე ვისია როგორც არის. ენერგეტიკა, გადაზიდვები, ტრანსპორტი, გაზი, ნუ ენერგეტიკა მთლიანი თითქმის ყველგან არანაირი ბუნებრივი არ არის ადამიანების მიერ შექმნილი მილსადენების მართვაში. არაფერი ბუნებრივი არ არის. ეს არის ადამიანის შექმნილი მილსადენები. არაფერი ბუნებრივი აქ არ არის. ადამიანება შექმნეს და მიისაკუთრეს ამ შემთხვევაში სახელმწიფო სახით. გავაგრძელებთ ჩამონათვალს. თუ გაინტერესებთ, მაგრამ თავარი ეს არ არის ამ შემთხვევაში. თავარი ის არის, რომ თუ ვინმე ასაბუთებს, რომ იყო მონოპოლია და დაასაბუთოს ბოლომდე დაშალოს. და არა შექმნას ახალი. ბევრი მონოპოლიები იყო ენერგეტიკაში, იქო, მაგრამ რომელი დაიშალა, პირიქით შეიქმნა ახალი სახელმწიფოების ბეჭდაში, განათლებაში, ჯანდაცვაში და ასე შემდეგ. ანუ მონოპოლიების რიცხვი კი არ შემცირდა, არამედ გაეზარდა. სად არის აქ ლოგიკა, როდესაც ებრძვი მონოპოლიას და დამატებით თქვი ახალ მონოპოლიებს, რა? იმიტომ რომ გინდა რომ პრობლემა გადაწყვეტოს სწრაფად და იაფად, მაგრამ იაფად გადაწყვეტა ნიშნავს უხარისხოდ გადაწყვეტას. ნიშნავს რომ დღეს დააპურო, შენი არჩევნები გაიმართო და ხვალ ის ადამიანი, ვინც სინამდვილეში არის გაჭირებული, დაივიწყო. აი ამას ნიშნავს და დღევანდელი პოლიტიკა არის დღევანდელ დღეზე გათვლილი და არა ხვალინდელზე, იმიტომ რომ ყველა ეს ადამიანები ვინც დღეს ვალებს იღებენ და ის 350-იანი დეფიციტს ხელს აუწევენ, მალე აღარ იქნებიან იმ ხელისუფლებაში და შესაბამისად ის ვალდებულება რო ეს ვალი უკან დააბრუნონ, მათ არ ექნება. მადლობთ ბატონმა დემურმა თქვა, ცოტა უცნაური რამ რომ კარგია ეს 350-იანი დეფიციტი. შემთხვევაზე, როდესაც გონიერმა ყოჩაღმა ადამიანებმა საკუთარი დიდი ბიზნესები შექმნეს და ესე იგი ახლა მიადგა მათ სახელმწიფო და ართმევს ცხადია პატასქემა ამ შემთხვევაში სწორია, მაგრამ ვინ შექმნა ბიზნესები, როდესაც ხელისუფლება, წინა ხელისუფლება თვითონ ანაწილებდა ბიზნესებს, თვითონ ნიშნავდა ამ ბიზნესების მმართველებს, აიღეთ ნავთობი, აიღეთ სხვა სფეროები, სადაც არ უნდა იყოს, ხომ? ამიტომ ჩვენ რა გვჭირდება, იცით? ამ წართმევა კი არ გვჭირდება ამაზე, მე სწორად გამიგეთ. ჩვენ გვჭირდება კონკურენტული გარემო, რომლის გარეშეც არ არსებობს საბაზრო ეკონომიკა, დასავლური ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიგნება კონკურენციაა და ამ კონკურენციის ამ თანაბარი
შესაძლებლობების პირობების ბატონ დემურ, თქვენ თვითონ 350 მილიონიან დასაკლისო, რომ ეს კარგია და შეგიძლიათ განმარტოთ. როდესაც ქვეყანა ჩიხშია, ძალიან სწორი საუბარი იმაზე, რომ აი ეხლა ადამიანები უნდა მიუშვათ ჩვენ და თვითონ მიხედავენ თავის თავს, დიახ უნდა მიუშვა, მაგრამ შენ არა გაქვს ინსტიტუტები, რომლებიც დაიჭერს ამ სახელმწიფოს. შენ არა გაქვს სამოქალაქო ინსტიტუტები, რომელიც გააკონტროლებს ხელისუფლებას. ანუ ხელისუფლება უკონტროლოა თქვენი აზრით. დიახ, კიდე გეუბნებით, ცნობილი ოპერი, რომელსაც საქართველოში ძალიან დიდ პატივს სცემენ, მე ძალიან დეტალურად ამაქვს მისი ცნობილი ღია საზოგადოება წაკითხული თავისი ყველა შენიშვნით ცენტრალურ თემად რას ასახელებს იცით თუ საზოგადოება ვერ ახდენს ხელისუფლების კონტროლს იქ დემოკრატიაზე ლაპარაკი და იქ სახელმწიფოზე ლაპარაკი განვითარებაზე ლაპარაკი დასრულებულია ამიტომ ჩვენ გვჭირდება აწყობა ამ აწყობის მომენტში ხელისუფლებამ გონიერად უნდა იმოქმედოს მე აბსოლუტურად მესმის პატას აღშფოთება როცა კონკრეტულ პიროვნებას დაავალეს რაღაცეები ხო კონკრეტული პიროვნება არ უნდა იყოს ინსტიტუტის სათავეში ან საერთოდ არ უნდა იყოს თუ არაფორმალურ სფეროში გრძელდება მართვა სახელმწიფოში ამას ყოველთვის მოაქვს ძალიან ცუდი შედეგები. ამიტომ ჩვენ ფაქტურად რაზე გვაქვს საუბარი ცით ერთი მხრივ ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების აქტიური მოქმედება არა რესურსების მართვაში და არა რესურსების თქვა მოხმარებაში და რაღაც დიდი სახელმწიფო მოღვაწეობაში ეკონომიკაში არამედ ჩვენ გვჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი რამ უბრალო მაგალითს გეტყვით ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა საქართველოში საკუთარ ხალხს მისცეს თუ არა ქონება თვითმმართველობაზე არ გადავსულვართ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობაზე არ გადავსულვართ დაგვავიწყდა რომ ევროპაში თვითმმართველობა უდიდესი ბალანსია ცენტრალური ხელისუფლებისთვის იმ თვითმმართველობას ქონება აქვს მიწა აქვს ტყე აქვს 1000 რაღაცა აქვს თავისი შემოსავლები ამიტომ ექსკლუზიური უფლებებია რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ჩვენ არაფერი არ გვინდა არჩევნების წინ ჩვენი ხალხი კარგია ყველანი არჩევნების მერე როგორ შეიძლება ამ ხალხს ანდო რაიმეს მართლა სეპარატიზმი დაიწყება მეკთამეობა დაიწყება შეკაიკაცო მარტო შენ გინდა იცოდე ყველაფერი და გინდა მანავე ცენტრალური თქვა უმაღლესი თანამდებობებიდან იმართებოდეს ქვეყანა არ იმართება ამიტომ არის ჩვენი იწურება და მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ ნუ ჩვენი დღევანდელი ცენტრალური თემა არის ეკონომიკის ზრდა და მაინც მინდა მიპასუხოთ წმინდა ეკონომიკა არ გამოვა ეკონომიკა და პოლიტიკა ეს ერთია აი როგორი იქნება ხელისუფლების რა იყო ის თავარი შეცდომა რაც ხელისუფლებამ დაუშვა რის გამოც გვაქვს პროცენტნახევრიანი ზრდა შედარებით 7% კიდე გეუბნები წლის შედეგები შეჯამდება მე ვფიქრობ რომ ცოტა ხანი დავიცადოთ იქნება ალბათ 3%-მდე ალბათ ჩემი აზრით ზრდა რომელიც არ არის დიდი მაგრამ ეს არ არის ტრაგედია თავარი არის რა დარჩენილ 3 თვეში რა მოსამზადებელ სამუშაო შეასრულეს მთავრობა რომ ჩვენ ნახოთ შეუძლია თუ არა 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეს გეტყვით შეცდომებსაც მე ძალიან მიჭირდა მაგრამ თებერვალშიც კი ძალიან ხისტი კრიტიკა გავაკეთე მთავრობისა რომ ცოტა უცნაურად მითხრეს რომ განაწყენებ ყველა ღმერთმა დავიფარე რეთიმე განვაწყენდე მაგრამ კიდე გეუბნებით თუ მე გეუბნებით პრინციპს თუ 2014 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეს რომელსაც აქვს თავისი იდეა დამოუკიდებელი ეკონომიკური საქმიანობისა და მას არ შეუძლია საკუთარ სახელმწიფოში განახორციელოს ეს ამისთვის არის 1000-ნაირი რაღაცები ეს ცალკე საუბრის თემა მაშინ ჩვენ გვექნება ისევ და ისევ აი მე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა რომ იყო უთხარი 10,000-ობით ადამიანს უნდა დაიწყოს თავისი საქმე 100-ობით ადამიანთან მაქვს პირადად ნასაუბრები ვერ იწყებს თავისთან ქვეყანაში იმიტომ არაფერი ამისთვის არ არის რას გპასუხობთ პრემიერი მან გადადგა გარკვეული ნაბიჯები და ნახოთ როგორი ინსტიტუციონალური ცვლილება იქნება როგორი იქნება ნახოთ რა იქნება Small Business Administration რატომ არის შექმნილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი არის 1.7 ტრილიონი თუ არ მეშտება ბატონო რა უნდა მოგისმინოთ ამ შემთხვევაში საქმე იმაზეა რომ ასეთი ფონდების ესეთი ინსტიტუტების დაფინანსება საიდანღაც უნდა მოხდეს 7 ტრილიონი არის დეფიციტი ამერიკის საუკუნე შეერთებული შტატებში ცენტრალური მთავრობა
ფედერალური დონეზე და შტატების დონეზე ყველა ბიზნესმენს, იმიტომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ ქვეყნად გაერთიანება სწორედ ეკონომიკური განვითარების მიზნით იყო. ამიტომ მთელი მე-19 საუკუნე კერძო სექტორს ხელისუფლება ეხმარებოდა. ჩვენ არ გვინდა არაფერი მიუშვათ, ყველაფერი ჩვენ კარგად ვიყოთ და ყველა სპეციფიკური შეხედულება გაქვთ ამერიკის მე-19 საუკუნეზე. პირველად მესმის, რომ მე-19 საუკუნეში ამერიკის მთავრობა ეხმარებოდა ინდივიდუალურად ეხმარებოდა. ინდივიდუალურად ყველა ბიზნესს. საუკუნეში ეგეშალათ. ეს კინოებში რომ არის, ეს რეალური ეკონომიკური ისტორია ასეთია. საუკუნეში ეგეშალათ. ძალიან ცოტა დრო გრჩება. თქვენს მინდა ბოლოს ვთქვათ, რა იყო ეს მთავარი შეცდომა, რის გამოც საშუალოდ 7%-იანი ზრდიდან ჩვენ დღეს გვაქვს 1% ნახევრიანი. არაფერი არ არის შეცდომა. უბრალოდ ეკონომიკური პოლიტიკა იცვლება სხვა პოლიტიკით. კარგია ეს პოლიტიკა, თუ არა სულ ცოტა ხანში ვნახავთ. მე ბევრი რამ არ ძალიან და ძალიან ხისტად საუბრობდი, სანამ აქამდე მოვიდოდით. დიდი ვარდნა ალბათ ამეთანხმები. დიდი ვარდნა, მაგრამ რისი ვარდნა? მიზერის ვარდნა. ჩვენ გვაქვს 16-17 მილიარდიანი ეკონომიკა. სწორად რო დავითვალოთ, ყველა ფორმული, ძალიან შორს წასული მათემატიკა ვიცი, ხო, ყველანაირად. 11.5-12 მილიარდი გამოდის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი. თუ ეს მიზერია, რატომ 330 მილიონიანი გარღვევა? ფირმის შემოსავლებია. შორს წავალთ ბატონ დემურ დრო გვეწურება ბატონ ბატონს სრულება მიდის, შედეგი უნდა იქნას ბევრი რამ. რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს. ჯერჯერობით არის 2%-იანი, დაველოდოთ. 2-ც არ არის. 2%-იანი ზრდა არის, კატასტროფა არ არის. გინდა 6%-ით გაზარდეთ 12 მილიონიანი ბიუჯეტი და ეს ამერიკაშია 6 და 2% შორის უდიდესი სხვაობა. აქ რეგრესია საუბარი. არანაირი რეგრესია არ არის, ზრდა არის, ოღონდ პატარაა. გამიგეთ ხელოვნურად ნოგავართულებ, თავრობას აქვს უდიდესი პრობლემები. თავრობა არის საიტნოთში და თუ შედეგები ვერ დადო, თავრობა არის განწირული. თავიდან ბოლომდე. მადლობ თქვენს ბატონო და ბოლო რეპლიკა რომ გააკეთოთ. ყოველთვის მეცინება ის საუბარზე, როდესაც ლაპარაკი არ იყო ძალიან ცუდი პოლიტიკა. და ახლა კარგი პოლიტიკაა, მაგრამ მოდით ესე გავსვათ კი მაგრამ ცუდი პოლიტიკის პირობებში როგორ იყო 7%-ი და კაი პოლიტიკის პირობებში 2% როგორ არის, ხო? ესე იგი რა, რაღაცა არასწორად რაღაცას ხარვეზი არის, ხო? ესე იგი მოდით ეხლა მე ვისაუბრებ რაღაცა და ძალიან პატივს ემარა. ბატონ დემურს გაგაცადეთ. ჩემი საუბარი მოდი გავმიჯნოთ რა. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ფორმატი დაირღვა. თავარია ნახეთ რა არის. რა ვთქვით, ნახე? და როგორ შანს ბევრს არ ესმის, ან მოსმენა არ უნდა, ან უბრალოდ ვერ ხვდება რაზე ლაპარაკი. იყო პრობლემები. თავიდან ამი დავიწყე. 8 წლიდან განსაკუთრებით ხაზგასმით ვამბობ 8 წლიდან, მისი ბოლოდან. 2008 წლიდან? ხო, 2008 წლიდან რა თქმა უნდა. ხო, ნუ ბატონ დემურევით მე-19 საუკუნეში არ გადავდივარ. მთავრობამ, წინამთავრობამ აიღო პოლიტიკა ესეთი ორიენტაციის. გასაკეთებელი კიდე ბევრია და უნდა ჩავერიოთ. ვიღაცებისთვის უკეთ იყო. ბატონ დემურ დავასადოთ ძალიან ხო. გასაკეთებელი კიდე ბევრია და უნდა ჩავერიოთ და დაიწყეს ამისი ყველა მიმართულებით კეთება. თუ დავაგვირდები საარჩევნო კამპანია როგორ მიდიოდა, ერთი და იგივე რაღაცას პირდებოდა ორივე ფრთა. ეხლა ნახეთ რა ხდება. სინამდვილეში ყველაფერი ცუდი რაც იყო დარჩა და დაემატა. არც ეს პრობლემა რომელიც თქვენ ძანეთ არ შეეცვლება აუცილებლად ხო შეიძლება რომ განსხვავებული აზრი გქონდეს ხო ადვოკატი ადამიანების რომელთაც არ წარმოადგენთ ბატონო დემო თავრობას არანაირად და ნუ ლაპარაკობთ იმ ადამიანების სახელით რა თავრობას ვერ გააკეთებენ რა პრობლემაა თავრობაზე ხო არა ეგ იმათი პრობლემაა მაგრამ მე ვხსნი რატო გვაქვს პრობლემები რაც საკითხი დასვა ჩვენმა წამყვანმა იმიტომ ვამბობ რომ იყო პრობლემები და იმ პრობლემების ფარგლებში ჩვენ 7%-იან ზავს ვახცევდით დაემატა კიდე ამას უფრო მეტი პრობლემა, უფრო მეტი ცენტრალიზება, უფრო მეტი ხარჯები, უფრო მეტი მონოპოლიები და ჩვენ გვაქვს მხოლოდ 2-3%-იანის და ეს არის დინამიკა. იდეალური კი არა, ცუდი იყო, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი გვაქვს. 1.6-ია. ოპტიმისტური ვიყავი წლის ბოლომდე. ერთ ნახევარი გვაქვს, რა. მოდით, კაცრავად რა, ბატონო. ჩვენი დრო იწურება მართლა ბევრი გაქვს სათქმელი, მაგრამ ადრე გამიშეთქო, გითხარით, არ მიშეთქო. ეხლა ერთი კითხვა მათქმევინეთ და საინტერესო საუბარი შეგვიძლია გვინდა არ ნა. თქვენ გინდათ დაიმსახუროთ განს კეთილი განწყობა. ჩემი ამოცანა ეს არ არის. ჩემი ამოცანა თქვა სიმართლე და თუ ვინმე დაინახავს გამოასწოროს. ესა ჩვენ შორის განსხვავება. მე არ ვთვლი რომ ვიღაც ცუდი ხალხი მოვიდა ან ისინი თუ კარგები იყვნენ და ეს
ეს ჩემს სულეთია რა. ეს ადამიანები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, თანამოქალაქეები არიან და მათი შეცდომები ჩემზე აისახება და ამიტომ ეს მაწუხებს. მაგრამ მე ვცდილობ დავანახო, სად არის ხარვეზები, რომ ეგება მათ დაინტერესებს მათი გამოსწორება. აი ის რაც თქვი, ეკონომიკური თავისუფლების შემცირება, ჩარევის გაფართოება და ახალი სექტორების მოქცევა მონოპოლიების ქვეშ. აი ეს არის ის განვითარება, რაც ჩვენ გვაქვს. აგერ თუნდაც ეს ბოლო განცხადება ფონდთან დაკავშირებით 7 მილიარდი თუ 6 მილიარდიან ფონდთან დაკავშირებით. სხვა არაფერია თუ არა რაღაც ზე ფონდის შექმნის, თუმცა კერძო საბურველით, მაგრამ ძალიან საეჭვო საბურველით, რომ ისევ რაღაც სპეციფიკური საგანგებო უფლებების მქონე სტრუქტურა შეიქმნეს, რომელიც ფონდი, აი ამ ფონდი უშველის ყველას. იმის მაგრად რომ შეცვლილიყო ინსტიტუციური სისტემა, რომელიც ამ ფონდებს ბევრ შექმნიდა, ყველას გაუჩნდებოდა ამის საშუალება და შესაბამისად ალტერნატივები გვექნებოდა, მაგრამ არ მიდის ბატონო დემო რაკეთ. ამაზეა ლაპარაკი რომ არ მიდის და ამაზე გავხიზლებთ თქვენ. თქვენ შეგიძლიათ სამწუხაროდ ძალიან გადავაცილეთ. აისახებათ თქვენ შემოსავლებს. გადაცემა არ ჯერჯერზე. მოკლე რეპლიკა, მხოლოდ ძალიან მოკლე. რომ როდესაც ხდება манипуლირება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით და ამ დროს უმუშევრობა იზრდება, აქ გვაქვს ჩვენ მთელი დააკვირდით უმუშევრობა 2004 წლიდან როგორ მოდის, როგორ იზრდება. ამიტომ სერიოზული უმუშევრობის თემაზე აუცილებლად მოგიწვევთ და დაგპატიჟებთ ძალიან გადავაცილეთ. იყო უდიდესი შანსი. დიდი მადლობა ორივე სტუმარს. დღეს ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ფოკუსი ხვალ დაბრუნდება ეთერში.